ნაკვლევია რომ ემოციურად მუცელში ყველაფერი ესმის ბავშვი. ახლა სიტყვები და ის არა რა თქმა უნდა, მაგრამ ემოცია, შენის უარყავი, შენის გიყვარს, აბა რატო ეფერებიან მუცელშივე ბავშვს და ხელითაც და სიტყვებითაც რომ უკვე მიყვარხარ, როდის გამოხვალ და ეს აუცილებელია და ზღაპრებიც მოუყევითო და მუსიკაც მოასმენიათ მუცელში, იმიტომ რომ ემოცია ესმის. და იმდენად ესმის დაიხმობს, რომ შეიძლება ტრავმა გამოყვეს თუ რა თქმა უნდა, მაგას ვიტყვი, ახლა პირველი ყველაზე ადრეული ტრავმა ეგ არის. რა თქმა უნდა და ძალიან ბევრი ეგეთი, აი იგივე ტრანსული თერაპიის დროს იქ მუცლად ყოფნის პერიოდის ტრავმებიც ჩანს ხოლმე და მანდალსაც ყურნავთ და რა თქმა უნდა და სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიაშიც არის სპეციალური ტექნიკები, როცა მუცლად ყოფნის ტრავმაა, იქ როგორ ეხმარები ის ქალბატონინო ალბათ იტყვით, მაგრამ მაინც ვიკითხავ. ეგრეთ წოდებული მიუღებელი ორსულობა როცა ქალს და ნაყოფი არ უნდა, ან ქმრის ოჯახს, ან საყვარელი მამაკაცის ოჯახს რა მნიშვნელობა აქვს და არც დედას არ უნდა ეს ნაყოფი. ამას აღიქვამს. მაგას ქვია უარყოფის ტრავმა, მაგითი ვიწყებ. მაგას ქვია უარყოფის ტრავმა, რომ უკვე მუცელში ბავშვმა ეს ყველაფერი იგრძნო. აუცილებლად თან. ერთი რეპლიკა მინდა თუ არ გამიბრაზდებით, ის ლექსი გამახსენდა ახლა. რად მოվել ადამიანად, რატომ არ მოվել წვიმადა. მუცელში რო არ იქიდავე რო ვიტრამვე, კარგი.